შენ ალბათ გინახავს შავი ქვიშის სანაპიროები, ისეთი, თითქოს ვულკანის ფერფლი გაფენილა ზღვასთან ერთად. მაგრამ რატომ არის ქვიშა შავი, როცა უმეტესად თეთრი ან ღია ფერისაა? საქმე იწყება ვულკანებიდან. როცა ვულკანი ამოფრქვევს ლავას და ის გაცივდება, წარმოიქმნება ბაზალტი, მუქი მძიმე ქანი, რომელიც მდიდარია რკინითა და მაგნიუმით. დროთა განმავლობაში ეს ბაზალტი ნელ-ნელა იშლება, ქარი, წყალი და ტალღები მას ათხელებენ და ბოლოს ქანები გადაიქცევა წვრილ მარცვლებად, სწორედ იმ შავ ქვიშად, რომელსაც სანაპიროზე ვხედავთ. ასეთი სანაპიროები ხშირია ვულკანურ კუნძულებზე, მაგალითად ჰავაიზე, ისლანდიაში, კანარის კუნძულებზე და ზოგ ადგილას საქართველოშიც კი მცირე ოდენობით შეიძლება შეგვხვდეს მუქი ქვიშის ნარჩენები. შავი ფერის მიზეზი არა მხოლოდ ბაზალტია, მასში ასევე შეიძლება იყოს მაგნეტიტი, ოლივინი ან პიროქსენი, რაც ფერს უფრო ღრმად, თითქმის მეტალის ელფერს აძლევს. შავი ქვიშის სანაპიროები უნიკალურია არა მხოლოდ ფერით, არამედ ტემპერატურითაც, ისინი მზეზე გაცილებით სწრაფად ხურდებიან, ვიდრე ღია ქვიშა. ამიტომ ასეთ სანაპიროზე ფეხში შველა სიარული ნამდვილ გამბედაობას მოითხოვს. თუმცა ამ მუქ ფერში იმალება გეოლოგიური ისტორია, თითოეული მარცვალი გვიყვება ისტორიას ვულკანის აფეთქების, გაცივებულ ლავას და მილიონობით წლების ბუნებრივი გარდაქმნის შესახებ. შავი ქვიშა, ეს არის დედამიწის ცოცხალი მტკიცებულება, რომ ქანებიც კი იცვლებიან, იბადებიან და იშლებიან როგორც ყველაფერი ჩვენს პლანეტაზე. თუ გაქვთ კითხვები, შეგიძლიათ მოგწეროთ. გამოიწერე გეოკორი და გააზიარე, რატა მეტმა გაიგოს ჩვენი პლანეტის შესახებ.